რუსთაველის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სააგიტაციო მასალის გავრცელებისთვის ვარდების სკვერში მხოლოდ ერთი სტენდი იყო გამოყოფილი, რომელიც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აიღო. პოლიტიკური პარტიების პლაკატებისთვის ვარდების სკვერში გამოყოფილი სტენდების აღების ფაქტს ნინო ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციაში ეხმაურებიან. დიმიტრი ჭეიშვილის განცხადებით, ვარდების სკვერში სტენდების დემონტაჟის შემდეგ გიორგი ერმაკოვის მხარდამჭერთა კარავი გაიშალა, სადაც პარტიის აქტივისტები ბუკლეტებს არიგებენ. დიმიტრი ჭეიშვილი ფაქტს პოლიტიკური სუბიექტებისთვის არაკონკურენტული გარემოს შექმნა დაფასებს. როგორია ბათუმის მერიის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ნახეთ მთავარ გამოშვებაში. ჩემს უღონზე გამოყოფილი იყო მხოლოდ ერთი სტენდი საარჩევნო სააგიტაციო მასალების განსათავსებლად, დაახლოებით მოხერხდებოდა 20-30 პლაკატის გაკვრა, რომელიც რამოდენიმე დღის წინ სტიქიის დროს ქარმა წააქცია და ნაცვლად იმისა, რომ ზედამხედველობის სამსახურს ის გაემართა და ისევ დაედგა თავის ადგილას, მოხდა ამ სტენდების გატანა, გატაცება, ასე ვთქვათ, ისე რომ არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა სად წავიდა და რატო. და დღეს ჩამოვიარეთ, ხედავთ, რომ განთავსებულია ბატონი გია ერმაკოვის არავი, რომელშიც ხდება მისი სააგიტაციო მასალების გავრცელება, რაც არის ძალიან სერიოზული დარღვევაც და დაცინვაც იმ პროცესისა, რომელსაც გვპირდებოდა და გვამაგლის ქართული ოცნება.